ახლა როგორც ხედავთ, სახურავზე ვართ. მინდა გადავწყვიტო ჰიდროიზოლაციის პრობლემა და ამაში დახმარება აღმითქვა ჰოლდინგმა გეონოვაცია. და მათი წარმომადგენლები არიან მოსული, ახლა ზომებს აიღებენ. ჩვენ უკვე შევხვდით ერთმანეთს ოფისში და გავიარეთ რაღაც დეტალები და ტექნიკურად უკვე დაათვალიერებენ ობიექტს და ნახავენ თუ რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რა და როგორ უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ ავზომავთ ამას და მინდა გითხრათ, რომ ყველა ობიექტს ვუდგებით ინდივიდუალურად, რატო ვართ დღეს აქ. უნდა დავუსვათ დიაგნოზი. შეიძლება ცოტა სხვანაირად მოგეჩვენოთ დიაგნოზი და შუაში სახურავთან, მაგრამ ყველა სახურავს აქვს თავისი სინოტივის პროცენტულობა. შესაბამისად ჩვენ თუ არის ძველი სახურავი, თუ არის ახალი სახურავი, შესაბამისად ჩვენ ვურჩევთ შესაბამის პრაიმერს, ანუ პირველ ფენას. და შემდეგ ხდება ფენებად დადება ჩვენი ჰიდროიზოლაციის, რომელიც ხდება შემდეგ რეზინის მაგვარი. აი ამიტომ ვართ ახლა დღეს აქ, რომ ავზომოთ, დიაგნოზი დავსვათ და გავაკეთოთ აი მოჭიმვისათვის, გავაკეთოთ ასევე აი დახრა როგორ უნდა გქონდეს, ეგრეთ წოდებული მოჭიმული იატაკი როგორ უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ. კარგით. ძირითადი დღევანდელი ჩვენი მიზანი აქ ყოფნის ეს არის. მადლობა. ეხლა ვიმყოფებით საცხოვრებელი სახლის სახურავზე, სადაც ვაკეთებთ მოჭიმულ იატაკს სპეციალური მექანიზმით. სახურავი შეადგენს 200 კვადრატულ მეტრს, სადაც მიდის 4 წყლის მიმღები, მეტრაში ვაძლევთ 1 სანტიმეტრს დახრას. როგორც შევთანხმდით, მინდა შესასვლელი გზის გაკეთება. გეონოვაცია მთავაზობს სამრეწველო იატაკის, ეგრეთ წოდებული სამრეწველო იატაკის მოწყობას. მითხარით რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ? ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სამრეწველო იატაკი, რომელიც გამოიყენება სპეცმექანიზაციის დამუშავებით, ტემპერატურული შოვების ნაკერებით, თერმოშოვებით. და ანუ აქედან მანქანით რო შევალ, არანაირი პრობლემა არ მექნება. არანაირი პრობლემა. თავის დახრა ექნება წყალი რო 1%-იანი დახრები გაკეთდება. თავის ჭის მოწყობილობით, როგორც ასეთი. სწორი მოპრიალებული ესეთი გზა მექნება და იქით უკვე გავაკეთებ მწვანე სივრცეს. აბა ვნახოთ რა გამოვა.